მე 2016 წლიდან რაც ტელეკომპანია მერის ქართული ფილმიდან წარმოვედი, ძირითადი ჩემი მოღვაწეობის ადგილი არის სინძიანის უნივერსიტეტი, როგორც იცით, უფრო ადრე პერიოდულად იქ ვიყავი და ეხლა ფაქტიურად ბოლო ლექციები 2 თვის წინ მქონდა, ყველაფერი ჩამოვედი და ონლაინ მუშაობა თითქმის ყოველდღიურია ამასთან დაკავშირებით. ერთდროულად ჩვენ გარკვეულწილად მუშაობთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩინეთში ყველანაირად ვაჩვენებ მე იმ საკითხს, რომ ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რუსეთთან დაკავშირებით ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩინური პანორამა, რომელიც ჩვენ რაღაცნაირად დავაბალანსებთ, გავიგნოთ ამარა, იცით რა შეა საქმე, ყველაფერს მე ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი საზოგადოებრივი არხი, როგორ აღიქმება დაუშვათ იგივე ჩინეთიდან. რაც არ უნდა საზოგადოებრივი არხი უძახო, ჩინეთიდან ეს აღიქმება როგორც სახელმწიფო არხი. არხი, რომელსაც აკონტროლებს იმას. და პრაქტიკულად ამ არხზე წლების განმავლობაში კლასიკურად მიდიოდა ანტიჩინური გადაცემები, ფრანგული ფილმები, ეს დოსიე გადაცემა თქვენ იცით, რამოდენიმე განცხადება ჩვენ შევეცადეთ ელჩის დახმარებით, ბატონი ჭოუძიანის დახმარებით, ჩემი უნივერსიტეტის სინძიანის გავგაკეთებინა რაღაც პატარა პროექტი, ერთადერთი სატელიტური ტელევიზია ეს ობიექტივი, სადაც ჩვენ შევძელით ჩინური პანორამის განთავსება. სამწუხაროდ, რასაკვირველია, ამას პლუსიც აქვს, ამას მინუსიც აქვს, მაგრამ რუსული სიტყვა ხუდა ბედნა მაინც ეს მოქმედებს და მუშაობს და ამ გადაცემაზე ახლა ზუსტად აფხაზეთთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ფოთის სპორტთან დაკავშირებით ქონდა გადაცემა. ყავდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო ცენტრის ხელმძღვანელი ლევან გერაძე, თვითონ სოხუმელია, ეს აფხაზეთის სტრუქტურებში იღებდა მონაწილეობას, მოლაპარაკებებში იყო ჩართული და დღესაც საკმაოდ სერიოზული კონტაქტი აქვს, ასე ჩვენ კოლეგა აფხაზებთან დაკავშირებით. დილემა მიახლოებით ესეთია, რომ ფოთის სპორტმა ფაქტიურად ეს ბრძოლი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ხელისუფლების, მოხსნა ძალიან სერიოზული ფობიები პირველ რიგში რუსეთის და აფხაზების მხრიდან. ფობია იყო ის ამბავი, რომ აქედან უკვე რაღაც სამხედრო ობიექტი და ასე შემდეგ უკვე კლასიკური ასე ვთქვათ ეკონომიური ობიექტი ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ხელს უწყობს ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მთავარ პროექტს ერთი გზა ერთი სარტყელი. ამის შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ზარები იყო აფხაზეთის ტერიტორიიდან, როცა ჩვენ დავაყენეთ ის საკითხი, რომ აქ შეიძლება მოხდეს უკვე ფოთის სპორტის გაგრძელების პროექტში. აქ არის ღრმაყოლოვანი მეორე პორტი, ოჩამჩირის პორტი. ამ შემთხვევაში ინტერესთა თანხმოვანი საქართველოსი, რუსეთის, ჩინეთის და აფხაზეთის de facto ხელისუფლების. ამაზე რა შეიძლება წამოვიდა ესე იგი წინადადებები ტყვარჩელის ბიზნეს სტრუქტურებიდან, რომ ამ პორტს მოამარაგებენ მყარი ნიადაგებით, ხეთხის მასალებით და რაღაცეებით და პროცესი ჩვენ თვითონ მე ყოველ გადაცემაში ახლა აი ამ ფაქტს ყოველთვის ვიმეორებ. აი აქედან გამომდინარე მე იმის თქმა მინდა რომ დღეს ჩვენ რაღაცნაირად იცით რა არის უღრმესი პატივცემის მიუხედავად აი ამ მომენტში 4 შეკითხვა არის ჩემთვის მაინც თავარი შეკითხვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩინეთში უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ამას გვეკითხებიან და ამაზე ვლაპარაკობენ და ჩინეთმა ძალიან კარგად იცის რა ტკივილიცაა და როგორიც არის და მოდერატორობა მანა იყო თავის თავზე ახლა ჩინეთმა. კი ბატონო. თვითონ ოფიციალურად განაცხადა და ეს არის ყველაზე კარგი. კი ბატონო. თქვენსა და რუსეთს შორის. ამიტომ არის შანსი, რომ მოგონდეს ეს პრობლემა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს დაუშვათ ამ პრობლემის მოგვარებისა, იმიტომ რომ რკინიგზის, ქალბატონ თამარ, გეთახმებით რკინიგზის და ავტომობილის გახსნითი, რომელიც ძალიან მარტივია, იქნება ძალიან საინტერესო წრე. ამ შემთხვევაში დაუშვათ ჩვენ მე თუ შეიძლება როგორც ერთ-ერთი წინადადება უბრალოდ დათბობის სიტუაციას. არავინ არ ეთქოს რომ
რაღაც პროცესები არ მიდის დათბობის. აი თქვენ ვინმე გვეთქვით მოლაპარაკება არის დათბობის ხელოვნებას. კი, ბატონო, მოლაპარაკების ხელოვნება კი, გადის ბატონო. დათბობებზე. ბორდერიზაციის მომენტი თითქმის შეჩერებულია ახლა. ეს საკმაოდ სერიოზული მიღწევაა, მაგრამ აი ახლა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, აი ყველანაირად მე ამასინათ შარშა მყავდა თქვენი პარტიის ხელმძღვანელები ქართულ დიასპორაში წაყვანილი ოდიშარია და ისა ხარბინში მყავდა წაყვანილი მთლიანად დავაფინანსეს დავიდან ბოლომდე და გოგა ხაინდრავა. ესე იგი, იქაც აკონტროლებს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, აი იქ პატარა ეკლესია რო არის და აი ჩვენი დიასპორა რო არის დარჩენილი. სადაც ბატონი? ხარბინში ქართული. გოგას ბაბუა იყო ერთ-ერთი მთავარი, გოგა და ევლიანეს ბაბუა ამ იმაში. ეხლა უბრალოდ მე ერთი კვირის წინ ჩავატარე კონფერენცია, ეს თავიდან ბოლომდე ჩვენი დაფინანსება იყო სინძიანის უნივერსიტეტის, სადაც გაგაუზიის ერთ-ერთი მაგალითი ჩამოვიყვანე, როცა აქ უკვე რუსეთის მეშვეობით და რუსეთის კაი როლით მოხდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ სფეროში. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო აქ ჩამოსული და ისე უბრუნდები ძალიან რელიგიური ხალხი არიან გაგაუზები. ამ შემთხვევაში დაუშვათ დათბობის ერთ-ერთი მომენტი ხო არ ყოფილიყო როგორც ესეთი რეკომენდაცია იქიდან გამომდინარე ისე უბრუნდები რელიგიურ მომენტს რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას მთლიანად რელიგიურ ტერიტორიულ მთლიანობას რომ ერთი პატარა ნაბიჯი გაგვეკეთებინა იმისთვის რომ გალის რაიონში ან ილორში რელიგიური წირვას საშუალება ქონოდეთ ქართულ ენაზე ნაწილობრივ მაინც. აი ეს მომენტი თუ შეიძლება ჩემთვის ახლა ახალ იმას არ დავიწყებ, ბევრი ასპექტია. აი ეს პატარა ასპექტი თუ ჩვენ მოახერხეთ და ჩვენი აი ამ პატარა კონფერენციით მივაწვდენეთ უბრალოდ ამ იმაში, ეს იქნება ძალიან დიდი და პოზიტიური ნაბიჯი და მერწმუნეთ რომ აი ხელისუფლების ავტორიტეტი აიწევს ძალიან სერიოზულად და მაღალ დონეზე. სტრატეგიული კვლევის ცენტრის ორი ხელმძღვანელი ჩინეთის უბრალოდ აი ჩემი კოლეგები და პარტნიორები მიიჩნევენ იმის და მიუხედავად რომ ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა, მაგრამ თქვენ მიაქციეთ ყურადღება ქალბატონმა თამარმა რა სწორად თქვა კონფუციონალური თეორია მათთვის რა უძლიერესია ახლა ჩემი ხელმძღვანელობით გამოვიდა მე დაგპატიჟებთ აუცილებლად ეს ჩინური ტრადიციების სიძინფინის განმარტებით აი ეს სერიალი 8 სერიალი ჩვენ თარგმნით და ნახავთ რომ დღევანდელი ჩინური ხელმძღვანელობა აი იმ ტრადიციებს რომელსაც ჩვენ ვიცავთ ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ისა რა დიდი პატივისცემით ეთხრობა ყველაფერი და როგორი ტავტოლოგია ამ იმაში ამიტომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გადავდგით აი ეს ნაბიჯი ცოტა შორიდან მოუვარე, მაგრამ მთლიანად მე ახლა ვტრიალებ რელიგიურ ასპექტში, იმიტომ რომ თვლი რომ საქართველოს თუ არ დაუბრუნდა გარკვეულწილად ნორმალურ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციაში ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს ახლა ქართული ხელისუფლება აი თავის კიდევ ყველაფერს ვერ გვეუბნება ქალბატონი თამარი დარწმუნებული ვარ ამაში თვითონაც ლაპარაკობს მაგრამ თავარი ერთ-ერთი სტრატეგიული პარალელურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ამ სიტუაციაში ბორდერიზაცია არაჩვეულებრივია, ერთი პატარა ნაბიჯი თუ გააკეთა, ეს იქნება არაჩვეულებრივი სიგნალი. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ადრეთро პროცესი მიმდინარეობს დათბობისკენ. აი ეს არის